ბერძინებლად მივდივ რა გაკივლებს ქალო ხარ თუ კაცო ხარ ჰა დედას რა გინდა შემოცხოვრებ ფისო ვინ მიყვარს გულში პატარა გული ხო გაგ შენ მიყვარ ხარ პატარა გულში მომხედე ზემოთ ნაცარა ბუერანათა აბა მან რა გინდა მან დედან ვერ აგიყვან წავედით 11-ია ესალაშის ივანე ოთახშია აბა უთხარი კანდი რა ვიცი არა მგონი აბა ნახე ჩუსტები რო არდებს უთხარი კანდელზე რა საღამო მშვიდობის კი არა და ღამემ შვიდობის რაფერ ხართ ხალხნო მიდი უცბად დაწეკი შენ რაფერ ხართ ხალხნებო აუ სატენის ნინო მაგიდაზე ჩემი სატენის შნურია დამომიტანე რა ის ტელეფონის ძილინებისა ვიდეო იქნება ეს რადგან ეგრეა ეხლა ვფიქრობ საროჭო დამეხატა თუ დამეცინა ხო და ვიფიქრე რომ მაინც არ ამუშაობ არც არაფერი ამიტომ ატეკი ისაქენი დაწეკი დაიძინე წადი მიდი უთხარი USB კაბელით გადამაქ ნახატები კომპიუტერში და ეს არის ლუსტრები გავწმინე ამით ჭაღები ხო კარგი იცი რა კარგია დავასველე მე ესე არ დავიქნი არ გადაწყდეს მეთქი ეს შევკარი და ესე ვშვებოდი რომ ანუ ნესტიანი დარჩენილიყო და არა ჭოჭი და ანუ შემოუარე კარგად მშვენივრად ანუ კარგად ისაქნა რა მოკლედ კვაყოფილ ვარ და ხა ისმა დავაბინაო ესე იგი აქ მაქვს ამ ადგილას მაქვს 3 საროჭია ესე ხა დავხატე და მაგის მერე უნდა დავხატო ნიკოლოზის საროჭკა ნიკოლოზის მერე უნდა დავხატო გიოს საროჭკა და მაგასობაში მარიამიც მოიფიქრებს ზუსტად რა უნდა ამ წამს მოვჭი დახატვა საროჭკის რა საბას საროჭკა დავხატე იონეს კლასელის ხო და რადგან ნიკოლოზის საროჭკაც ისეთია მე რომ სიაპოვნებს ცეკვისა და ქართულისა და სულისა და გულისა მეთქი დავხატავ მეთქი და შიგნიდან მეორე მემ გაიღვიძა წამოდი დავიძინოთ და ხო და ეხა განახეთ ამ ნახატს უბრალოდ ცოტათი გავშლით რომ დავკეთე და აქ უნდა იყოს ღილი ხო მე იყო გეფიცეთ მართლა იყო ანუ აი ეს წინა ის ღილი მოსძვრა და აი და ჩავდე პარკში რომ არ დაიკარგოს მეთქი ოღონდ ხა ნანა აი ამ ღილს უნდა დამაკერებინებ რა ანუ ეს არის პარიზის ხედი ჭიქასთან ერთად გვერდებზე ისეთი აღარაფერია უბრალოდ პატარა მონაკვეთებია ესეთი ესეთი სტილის ნახატი არის ხო და მე ხო შავ-თეთრი ნახატები ძალიან მიყვარს ნებისმიერი ოღონდ შავ-თეთრი იყოს და შესაბამისად თან კაკოს ვიდეოს უყურებდი და თან მოვჩი მშვენივრად ეს არის მეოთხე საროჭკა შაშან ამ დროს მქონდა ამ წეღან ამომიგდო მოგონებებში მე მგონი 8 საროჭკა დახატული და ესე იგი 1 2 3 ეს ხო მეოთხეა აქ 3 აქვს და იუარესი კიდე ანუ რო ესეთი დახატული მქონდეს და არ დამეზარა დამზარებოდა კიდე 8 მექნებოდა აი მე-9 დამეხატია ეს შაშა აუ შაშა როგორ გამიძნელ და ნეტა იცოდეთ აი ხო თევზებში ვმუშაობდი და 11-დან 12-მდე ვიწყებდი ხატვას და სადღაც 5-6-ისთვის ვრჩებოდი ხოლმე 2 საროჭკას ვხატავდი ღამე
და აი თევზებში კიდე კაი სიცივეში ვიყავით ხოლმე იმ პერიოდში და სიცივეში ვიწევდა მუშაობა, რომ თორე გემცებ დამეცინებოდა, ხან სად ვიყვდებოდი, ხან ამ ცივ თევზს მივიდებდი და ხო და ძალიან გამიჭირდა რა და ეხლა მაგიტო აღარ ვიჩქარე რომ მეთქი რა არის ახლა ხვალ დავხატავ რა კიდე ერთ წელს და დღეში ერთი რო დავხატო არაფერი არ მოხდება ეს უბრალოდ ეს დღეები რო არ დამიხატია მაგიტო ვერა ხო შორინამ მითხრა ფეხის ტკივილი აღარ ახსენო თუ ბაგრაქცემ რო გტკივაო რა ხო და შუა დღის მერე მარცხენა წანაზარდი ტკივა ფეხი აღარ ახსენოდა სამსაათზე ხო თქვით ახლა რომ ეკლესიაში უნდა წავიდე მეთქი და ვიყავი მარშრუტკამ გამასწრო სამზე უნდა დაწყებულიყო და ვიფიქრე რომ 3:15 აკლია მაშინ წავალ მეთქი და 3:15 აკლია საათს დავხედე და მაგ მომენტში კიბებზე ამ ჩავდიოდი რომ სარეცხი უნდა გამომეღო მანქანით აი უკვე მივხვდი რომ შანსი არ იყო წუთში ვერ გამემზადებოდი ხა დიდი გამზადება ჩემს რომ ვიყავდა ჩამეწო ზედა და შარვალი ფეხსაცმელები რა და მივხვდი რომ ვერა შანსი არ იყო რომ გამენგრია და მერბინა დალაშას დაურეკე რა სკოლიდან არ იყო მოსული და დიდი ალბათობით ვიცოდი რომ უეჭველი მივიდოდა იქა და მეთქი თუ გამოხვალიო და კიო და მზათავარ მეთქი არ ვიყავი მზად მოვატყვი მზათავარ მეთქი და სანამ მიხვალ მეთქი ჯერ მე ამომიარე რომ ესე მარშრუტკამ გამასწრო და კაიო ესე იგი ხო ჩავიჯდა რაღაცა და აი სადღაც 2 საათის მერე ამტკივდა ეს მარცხენა წანაზარდი ხო და ტაძარში რომ მიველი აი ჩემ თავს ვეუბნევდი რომ აი ცოტა ხანი ვიდექი ცოტა ხანი ვერ ვიდექი ხახმა გული მტკიოდა და მთელი სპანაშვიდის პროცესში სკამზე ვიჯექი და მე რო სახში ამომიყვანა ლაშა წაველი და წავწეგი ზუსტად 15 წუთი როგორც კი თვალი მოუხუჭე ლაშა გავაღვიძე ისო კარებზე მოდიანო და წამოვისაო როგორი გვინდაო და რაღაცა უთხრა თუ რა ანუ კარებს ვაკეთებთ რკინის კარებს შემოსასვლელი კარის და ოთახის და ისა აპტეკი ავიბღოთ ისე მაგრამ ეძინებოდა ისე მაგრამ ვფიქრობდი რა ეხლა მოუნდათ მეთქი ხო და აიღეს ზომები შევარჩიეთ კარი ძალიან სადა არ მიყვარს აი ეს რკინის კარები რა შუშაც უნდა ჰქონდეს ეს ჩაყოლებული აი შუშაში რომ რკინის გისოსებით ჩუქუთმებია ხოლმე ხო იცი და გასაწმენდად რო არის მეთქი ეგეთი არ მინდა რა და სრულიად სადა შუშებიანი ოღონდ სრულიად სადა კარი შევკვეთეთ და გითხრა რომ 20-ისთვის თუ 25-20-ისთვის მე მგონი რა ვიტანთ და აი მე ნენელა დავიწყებთ რემონტს გარეთ ოთახის ვიმედე და ძიმე სიტუაცია თუმცა არც ისე მძიმე იმიტომ რომ ჭუჭყიანი საქმე არ იქნება იმდენად რა ნუ გარდა გიფსოკარტონის საკვრის კაი ჯანდაბასაც 3 ოთახს გაუძელი იმას ეგეც მეოთხე შეკვეთა დადებულია და ესე ვაწერ შეკვეთა მზადაა იმიტომ რომ ხან ვერ ნახულობენ ხოლმე ან თუ ნახულობენ ელოდებიან რომ პირადში მივწერო რა და ისევდებ ხოლმე და მე თვითონ ნახავენ რომ მზად არის და წაიღებ და ერთი საროჭკა წაიღეს ელენიკომ წაიღო საროჭკა და მომიტანა ალპენგურტის შოკოლადი შემოვიტანე რომ შევჭამო და დამავიწყდა სახელის დაწერება ელენეს ემაზე რა ქვია საროჭკაზე და სუპოდ ვაიმე ბოდიში რა და სახელი და რა მეთქი რა ბოდიში გოგო მომიტანე რა ბოდიში და მე არა და ზოგადად რო შევასრულებ ხოლმე შეკვეთას გადავხედავ ხოლმე მესენჯერს რომ რამე ხო არ შემეშალა ნუ არის ხოლმე რაღაცა რო გეშლება და არაფერი აღარ ეშველება იმას ნუ ისე ლაითი შეშლებს ვამბობ რა აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა რომ მარჯვნივ რომ კალთაზე რომ დამეხატა მარცხნივ დამეხატია და ეგეთი რაღაცა ნუ პრობლემა არ არის ხო და ვითომ გადავამოწმე და სახელი ვერ ვნახე მაგრამ თურმე სახელი უნდა და ბავშვს და 2 წუთში გავაკეთე ზუსტად და მაგას აღარ ვაწვალებ აქ ამოსვლაში და მე ჩავტან ტაძარში ელენეს საროჭკას აი ასე
ეხლა თან ყოველ დღე გამოდივარ და უყურებ ხომ და ესე შვები. ნიკოლოზის, გიორგის, საბას საროჭკა მედო, იქელენეს საროჭკა მედო, ის მარიამის საროჭკა პარკებით ვცნობ რა და ერთხელ ეგია მერია. და კიდე სხვა მარ მომიტანა დღეს, თორე უკვე მერევა და ვფიქრობ, რომ მივაწერო თქო. აი სადღაცა აი აქ აწერია საბას. პასტით ნიშნული გავუკეთე. დღეს მთელი დღე საღამოს რომ მოვალ ტაძრიდან და რაღაცა ეს კარების ხალხიც რო გავისტუმრეთ და ისა და ესა. მიათო იმჩვენდი. შეერების ძმას ველოდებოდი და არ დაიდო. იმედია ხვალ დაიდე. მალამდე ხალხნებო.